ამას აღარ ქვია რომ ბნელი ღრუბელი ჩამოწვა პროჭორულელთა თავს. ამას ქვია რომ ბნელი ღრუბელი როგორც იქნა გაიხსნა და დაატყდა თავს პროჭორულელთა ერთ ნაწილს. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. ამდენი თვეა იძიებენ, ქექავენ, ჩოთქავენ, დაკითხვებზე დაათრევენ სუსის ყოფილ უფროსს და აქამდე რატომ არ დაიჭირეს? რა გონიათ? რუსი ოლიგარქის სამყაროში ეს ძალიან მარტივად აიხსნება. ამდენი თვე უბრალოდ ვაჭრობენ. ჩვენ გიხსნით ამ ბრალს, შენ კი ბორიაზე ის კომპრომატები რომ გაქვს თავისი დედნები და ასლებით. აქ მოგაქვს. ჩვენ ამოვიღებთ ამ ფურცლებს, შენ კი ჯიბიდან ამოიღებ ამდენ მილიონს და აიტან ჭორვილაში. ამდენი თვე იძიებენ და იცით აქამდე რატომ არ დაადეს ბორკილები ლილუაშვილს. უთხოვია, მაინც გენერალი კაცი ვარ და ჩეკისტის დღეს ციხეში ნუ შემახვედრებდო. იმათაც კარგიო. შეხვედრია ჩეკისტის დღეს 20 დეკემბერს, როგორც ძერჟინსკის საქმის ღირსეულ გამგზელებელს ეკადრება მეგობრებთან ერთად. ორი ჭიქა წაუქცევია, მერე გაუხდია საპარატე კიდელი, ჩაულაგებია თბილი ტანსაცმელი და 21-ში დილით მისდგომია პროკურატურას. მაგრამ იქ უთქვამთ, ახლა დღეს მიშას დაბადების დღე და შენც რუსთავის იმავე ციხეში უნდა ჩაქსვათ, იმას ეგონება რომ საჩუქარი გაუკეთეთ და მოდი ახლა არ გინდა ხვალე მოდიო. წამოსულა, მისულა 22-ში, მათ უთქვამ, დღესო ზურაგირჩი ჯაფარიძის დღე გვაქვს და არ ჩვენთვის არ უცალია დღესო. წამოსულა ისევ და 23-ში მისულა. 23-ში დაადეს ბორკილები. როგორც იქნა დაიჭირეს. მოდი დავსერიოზულდეთ ახლა. სულ რამდენიმე თვეში აგვეხილა თვალი, გაგვეხსნა ყური და გავიგეთ რომ ქვეყნის ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უცხო ძალის აგენტი ყოფილა. იმათი დანიშნული ვიღაც deep state-ის. მეორე იმის შემცვლელი, ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ჩივიდან გავარდნილი მექთამე. უშიშროების ყოფილი უფროსი ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი ბავშვების უმკვლელფავი ყოფილა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყოფილა ჯარისკაცებისა და სნეულთა მკვლელფავი. და მხოლოდ ნინო წილოსანი და კახა კალაძე ყოფილან პატიოსნები ამხელა ქვეყანაში. ხო, მართლა კახა კალაძეზე გამახსენდა. ეგ როგორ გამოდის? თბილისის საბავშვო ბაღებს მილიონებს პარავენ, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს პირიდან უღებენ კომბოსტოსა და მანანას ბურღულს. პირდაპირ მნიშვნელობით უღებენ. და ქალაქის მერმა არაფერი იცის? ეგ როგორ ხდება? ამხელა მონიტორინგის სამსახურები, აუდიტები და რა ვიღაცეები რო ყავს. ეგენი რას მიკეთებენ? რას გიკეთებენ? ეჭვიც არ გაგიჩნდა არაფერს. აბა ფერარი დაიფიცე. მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ოპოზიციური ტელევიზიების ბრალდების ნაწილი მომეწონა. იცოდნენ რომ ლილუაშვილი კოლ-ცენტრებს მართავდა და არ ამბობდნენო. ახლა ძლივს გავიგე რა ძირგამომთხრელი როლი ჰქონია მედია საქართველოში და რატომ ებრძვის რეჟიმი მას ასეთი გამწარებით.